ჩვენი პირველი საღამოს დინერი. ეს არის ჰოლანდიური ჰოთ-დოგი და ეს მდოგვით კიდე კრაკეტები. ვაიმე, აღარ შემიძლია უნდა ვჭამო. ესე იგი, აი ესეთ რაღაცებს შეხვდებით მილიარდს რა არის? ია, მეტი დიდი შოვე რამე. ეს ძალიან მაგარია. ხო, მეტი დიდი, მაგ პატარაა. ყველგან ესაა მეგობრებო. ისეთი სილამაზეა, ისეთი კარგი ამინდია, ისეთი არ ვიცი, რაღაცნაირი გარემოა რა, თან ევროპული, მაგრამ თან განსხვავებული რა და ამინდია ხალხო, ანუ ენით აღუწერელი, სასწაულად მშვიდი, თბილი. საერთოდ არ არის სიცივე აი ამ არხებში მოძრაობენ ნავები და ძალიან ლამაზია. ეხლა გადავალთ იმ ბულდოგში. ყველგან დადიან ველოთი. და ძალიან მაგარია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭუნები. Oh my gosh. ია. ხოშე ხო? ხო ის ტურე. გადაღება არ შეიძლება. გადაღება არ შეიძლება. აუ, ეს ქუჩები. კი, მოვალ ეხლავე. ნამდვილი ამსტერდამული ამინდია. წვიმს, ქარია, სიცივეა და ჩვენ ველოდებით ანას რომ წავიდეთ. თავგეგმოთ დღე, დავლიოთ ყავა. აი, ჩემს უკან არის ისეთი აჩასიკ. მაგრამ არხია. და ია, შენი აზრით დღეს რას ვაპირებთ? უნდა დაგანახოთია. ეთხელი დამიქნია. აი, თვალებში ვერ იცნო. მოკან წავიდეთ. ისეთი ლამაზი კუსკუსა ქუჩა, სულ მაღაზიები, ბრენდული მასმარკეტი. აი იქ იყიდება ცნობილი ვაფლები და ფრიკი დგას. ეს ცნობილი ძველი ვაფლების მაღაზია. ისეთი სულელი არის. Yeah, great. მოვიდა ჩემიც ნამუ ანა
სტუმრო. ისე აქაც შეიძლება დაჭამო, იცი? მომესალმე. არის ტაქსების დედოფალი. გარეთაც უკვე მშვენიერია მინდია, გუშინდელისგან განსხვავებით. ვაფლი, ყველგან ვაფლი. მილიონი რაღაცით. როგორი გაპრანჭული ვაფლები აქვთ, არა? მოკლედ მოვედით. ესე იგი პროსტიტუციის მუზეუმში. აქ რა ხდება? ვაუ! ოთახები, რომელიც ხირავდებოდა. მოკლედ დავსეირნობთ. დღეს შედარებით გამოვიდა მინდი. ვიყავით პროსტიტუციის მუზეუმში, მარიხუანის მუზეუმში არიან ეხლა. და ძალიან ლამაზია აქაურობა მართლა. შიგადაში გამოდის მზე და იქ სიამოვნებს. ეხლა მივდივარ ნელ-ნელა ანა ფრანკის სახლისკენ. მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა მართლა. ნუ ალეჩი ხანამდე ჩემს კამერაში. ყველგან სილამაზეა, ყველა კუთხეში სილამაზეა. აი ეს სწავლული. მაგრამ ერთი ეგ არის, რომ მანქანა ინახეთ, მანქანები და ადამიანები ერთად მოძრაობენ ჩათვალეთ ვიწრო ქუჩებში და ეგ არის ცოტა ის თქვათ დისკომფორტის შემქმნელი. საიდან რა გადმოგიხტება, ველო იქნება თუ მანქანა ვერ დაადგენ. ყველა მხარეს ვინახეთ, ყველა მხარეს უნდა უყურო მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ. ძალიან ლამაზია. აი ნახეთ. ნახეთ რა ლამაზია. სხვათა შორის დავაკვირდი და ისე როგორც ფრანგეთში დიდად ამათაც ფარდები არ უყვართ. ამსტერდამი აბსოლუტურად სხვა არის რაღაცა აი საოცარი ამ ქალაქს ისე უხდება მზე როგორც ალბათ არც ერთ ქალაქს თელს ევროპაში არ ვიცი საოცარია
ისიც ლამაზია, ღმერთო ლამაზია. ესეთი ლამაზი კოხტა კოპცია ამსტერდამი, როდესაც არ წვიმს. და ეხლა წვიმს კი არა, პირიქით სასწაულად კარგი ამინდია. აი საოცარი ამინდია ყველგან ველოსიპედისტები. აი ჩვეულებრივი საფეხმავლო გზაზე მივდივარ. და აქაც ანუ მე ვფიქრობ, ქვეითზე მეტად პრიორიტეტშიც კი არიან ველოთი მოსიარულეები, მოკლედ. აუ ლამაზია. რაღაცნაირად ამ განათებულ ხეებს რომ ვუყურებ, საშობაო განწყობა მოდის. რაღაცნაირად ეგრე მგონი. Oye, cajete, llamazia. Jacques, nous ne nous présentons pas. Back there. Get closer. Okay. But you want to go to the yeah. Wait.
ნახეთ რა სილამაზე. აი საითაც არ უნდა გაიხედოთ. ყველგან ლამაზია და ყველგან ველოებია. ხან ღრუბელია, ხან მზე. ძალიან ლამაზია. რა გემრიებია? საჭმელი მოვა და რო ვიღებ. არ ვიცი ეს რა არის. აუცილებლად დავგუგლა. მაგრამ ძალიან საინტერესო მონუმენტებია. აი ესეთი გუგლიანი კი არა და ნისლიანი დღე გვაქვს. ჩვენი ბოლო დღე ამსტერდამში. ნახეთ. ყველაფერი ბურუსშია. მე ახლა მივდივარ. კი არ ვიცი როგორი კითხება რიშს. მოკლედ ამათ ნაციონალურ მუზეუმში მივდივარ ახლა მე. და ბილეთი მაქვს ნაყიდი. პირველი შესვლა 9 საათზეა. ნახეთ როგორ მიდიან სამსახურებში. ხო და მოკლედ მე ახლა მივდივარ ნაციონალურ მუზეუმში, რომელიც არის პირდაპირ ჩვენი სასტუმროს უკან. ხალხი ესე მიდის, ჩაცმულდა ხურული, დღეს ორშაბათია სამსახურში და საოცარი ნისლია. როგორც ხედავთ წინ დიდად არაფერი არ ჩანს. მე მაქვს ნაყიდი პირველი საათის ბილეთი. პირველი საათის კი არა, 9 საათის პირველი 9 საათის ბილეთი. ანუ პირველი შესვლა. ნახეთ როგორი სილამაზეებია. ამსტერდამი არის ულამაზესი ქალაქი. საოცარი ინფრასტრუქტურით. ეს არხები ალამაზებს უზომოდ და ნამდვილად განსხვავებული წყობა და განსხვავებული ის აქვს რა ქვია ხასიათი ამ ქალაქს. ველოებით მოძრაობენ და ეს არის ძალიან მიღებული ტრანსპორტი და მე მგონი ყველაზე მეტად ისე ვთქვათ პრიორიტეტში არიან და წავედი ახლა მუზეუმში. მე და მოკლედ სამსახურში წამსვლელი ამსტერდამელები ვართ. გამოსული ამ პარკში. მივდივარ მოკლედ უნდა დავათვალიერო. მე თუ სულ ნისლშია მთელი მუზეუმი. ნახეთ მთელი მუზეუმი როგორ არის მოცული ნისლში. რაღაც საოცარი მაგიური ეს აქ ხასიათი და ველოებით ხალხი მთელი დილის მანძილზე მოძრაობს. ნახეთ. მოვედი მუზეუმთან და იმედი მაქვს რომ მარტო არ ვიქნები მთელს მუზეუმში. ნახეთ. საოცარი
აი ჩემი ვაფლუკაც მუზეუმიდან გამოვედი ახლა. ძალიან მშია, ჯერ კიდევ ნისლია. ნუ ისეთი ნისლი არა, როგორიც დილით იყო, მაგრამ მაინც და ახლა უნდა ვჭამო, ნამუ. ია შენ მოწია? მეთო. ჩემს თორე არა. ანა შენი ძალიან ჰელსი ჩანს. საული ლამაზი. ნახე. თავის სუვენირებთან ერთად, ვაფლებთან ერთად. ლამაზია. As you can see, I guess you love it. Look. ძალიან ლამაზია. ინტერიერიც, ყველით. მაგარიცა. ეს არის მოკლედ ჰოლანდიური სუპი. აი ეს ლამაზი ადგილს ლამაზ ფიჭთან ერთად. Some extra ice for me tomorrow. Thank you. ია, შენც მაგას ჭამ? ანამ რა აიღო? ანამაც მოკლედ დღეს ჰოლანდიური საღამო გვაქვს, ესეც ძალიან ლამაზი. რესტორანში. Thank you. ნახეთ, რა ლამაზია. You.